მამუკა მამულაშვილი ქართული რეგიონის დამფუძნებელი შეგურთება უკრაინიდან. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. რა ჩვენა აი ამ მასირებულმა შეტევებმა რუსეთის მხრიდან პრინციპში განმარტა ზელენსკიმ, რა უნდა გააკეთოს ახლა დასავლეთმა? მოგესალმებით. კომბინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო თავდასხმა იყო. დაახლოებით ესეთი სიძლიერის სამი თავდასხმა განხორციელდა. მართლმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი პანიკაშია და ცდილობს ფრონტის ხაზზე დამარცხების კომპენსაციას, სწორედ ესეთ დარტყმებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ჩვეულებრივ უკრაინელებზე. სამწუხაროდ ამ ყველაფერს ძალიან ბევრი ხალხი ეწირება, ესაა ყველაზე ცუდი რაც ამ დარტყმებს. ამის მიუხედავად შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი აშკარად არის ისტერიკაში, იმის შემდეგ რაც უკრაინამ განახორციელა კომბინირებული დარტყმები ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე და ხედავთ ისევ იმ ტერორისტულ აქტებს, რაც აღარ გვიკვირს უკვე 2022 წლის შემდეგ რაც ხდება. კი ბატონო, სამიზნეში მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ რუსეთმა ფრონტის ხაზზე ინიციატივა დაკარგა, ამას უკვე ძალიან აქტიურად წერს საერთაშორისო მედია, ამბობენ ანალიტიკოსებიც, ეს ჩანს ფრონტის ხაზის ანალიზის დროსაც, მაგრამ თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო. ზამთრამდე აქვს ფანჯარაო, ზელენსკი ამბობს ოფიციალურ მოსკოვს იმისთვის, რომ ანუ პუტინს რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდეთო და აი ამ ნაწილში მინდა შეგაფასებინოთ უკრაინის ზუსტი სამიზნეები და თანამედროვე ტექნიკა, დრონები მათ შორის, რამდენად აძლევს უკრაინას უპირატესობას ფრონტის ხაზზე, ეს მინდა რომ შეგაფასებინოთ. არა მარტო ფრონტის ხაზზე, მე შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა უკვე აწარმოებს დრონებს, რომლებიც შორ მანძილზე მიფრინავენ და ფაქტიურად 6 კილომეტრში დაეცნენ სამხედრო ინფრასტრუქტურას წითელ მოედნიდან და ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს საშუალება და რა თქმა უნდა мотиваცია იმისთვის, რომ ესეთი დრონები აწარმოოს. ეხლა მიმდინარეობს ტექნოლოგიური განვითარება და უპირატესობა არის მხარეზე, რომელიც უფრო მოტივირებულია და დაინტერესებული იმაში, რომ დარჩეს თავისუფალი და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, რა თქმა უნდა ეს უკრაინაა და ტექნოლოგიურად ბევრად უფრო განვითარებულები ვართ, შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე. რაოდენობრივად, რა თქმა უნდა, რუსეთი აჭარბებს დრონებით, მაგრამ კომპენსირება ხდება სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც იქნება ფრონტის ხაზზე. რაც უფრო მეტი დრონი გვექნება შორს მფრენი, მით უფრო მეტ ზიანს მივაყენებთ სწორედ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აფინანსებს დღევანდელ ომს უკრაინაში. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს პუტინი ტერორისტებად შერაცხოს უკრაინელები, რომლებიც დრონების სამიზნეებში აქცევენ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, ანუ იმას, რითაც ომი ხდება შესაძლებელი, ხომ? აი ეს რომ ახსნათ სამიზნეებს შორის სხვაობა და მართლაც ტერორისტული მიზანი რუსული ხელწერის, რომ მოქალაქეები არიან სამიზნეს გასაგებია, რომ ძალიან მკვნეული ნაწილია მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა არაფრის გამო. თან ეს არ არის ომის წესში, ერჩოდე მშვიდობიან მოქალაქეს. ეს სწორედ რუსეთის ომის წესშია და შემიძლია გითხრათ, რომ არაერთხელ განხორციელებია ესეთი ტიპის ომი და არავის არ უყვირს ეს. რაც შეეხება უკრაინას, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები არა მარტო ლეგიტიმური სამიზნეა, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები აფინანსებენ მთლიანად ამ ომს. ძირითადი დაფინანსება მთლიანად ომის გარდა იმის, რომ საწვავი მიეწოდება რუსულ ტექნიკას ფრონტის ხაზზე, არის სწორედ ნავთობი და რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ლეგიტიმური უკრაინისთვის მიიტანოს დარტყმები არა მხოლოდ ნავთობ გადამამუშავებელ, არამედ სხვა ობიექტებზეც, რომელზეც მიმდინარეობს იერიშევის მიტანა დრო ტანკერებზე და ასე შემდეგ და პრინციპში სხვაობა ნათელია ის, რომ რუსეთი კომპენსირებას ამ დანაკარგის ახდენს სწორედ ჩვეულებრივი უკრაინელების მკვლელობაში. ეს უკვე გადაიქცა სამწუხაროდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის სტატისტიკად. ჩვეულებრივი ადამიანები
18 ადამიანი უბრალოდ აფეთქდა ნაღმი და მოკვდა დღეს უკრაინაში და აღარავის არ აღელვებს ეს და მე მგონია რომ ეს არის სწორედ იმ დემოკრატიის ხარისხის დაქვეითება, რაზეც ვლაპარაკობდი ამდენი ხანი და სამწუხაროდ ბევრი ქვეყანა ამაზე ხუჭავს თვალს. ზელენსკის ღია გზავნილი, რომ უკრაინა არ არის დაცული ბალისტიკური და თუ უკრაინა არ არის დაცული ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტების შეტევისგან ეს თავდასხმები გაგრძელდება. ვის მიმართ მოწოდება ეს და რა სჭირდება ახლა უკრაინას იმისთვის, რომ ესეთ მასირებულ შეტევებს გაუმკლავდეს? მე მგონია სწორედ შეერთებულ შტატებს მიმართა, შეერთებული შტატები უფასოდ აღარ აწვდის ამ შეიარაღებას და ამუნიციას იგივე პატრიოტის სისტემებისთვის, ევროპა ყიდულობს უკრაინისთვის და გადასცემენ საჩუქრად ევროპელები. საქმე იმაშია, რომ საკმარის არ ყიდიან ამერიკელები და საკმარის არ აძლევენ დღეს უკრაინას იმისთვის, რომ მოიგერიოთ ესეთი მასშტაბური თავდასხმები. მეორე ასპექტი ამ ყველაფრის არის ის, რომ რუსეთი თავს გრძნობს დაუსჯელად. დასავლეთის მხრიდან არანაირი რეაქცია მე არ მინახია სერიოზული ბოლო ხნის განმავლობაში სერიოზული რეაქცია შეერთებული შტატებიდან ესეთი მასიური მკვლელობის შემდეგ, რომ ვინმე ჰქონოდა პოლიტიკოსებიდან და ძალიან სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ პირველ რიგში პირველ პარტნიორად აღვქვავდით შეერთებულ შტატებს და ეს სიგნალი არ მოდის. სწორედ ეს აძლევს მოტივაციას პუტინს, რომ ესეთი დარტყმები განახორციელოს მომავალშიც. აუცილებელია გადაეცეს უკრაინას პატრიოტის სისტემების ამუნიცია და ანალოგები არსებობს, ევროპული ანალოგები, რომლის ასევე ძალიან დიდი დეფიციტია და არ აქვს უკრაინას, რომ შეძლოს ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება და სხვა სისტემების ასე ვთქვათ განადგურება. აი ეს შედეგი არის სწორედ იმის ბრალი, რომ უკრაინას არ აწვდიან უბრალოდ თავდაცვის შეიარაღებასაც საკმარისად. და აქვე უნდა ვიკითხოთ ალბათ აი ამ ზამთრამდე მიცემული ვადა და ამ პერიოდში პუტინზე ზეწოლის გაძლიერება ის რომ ზელენსკი ამბობდა CBS-თან ინტერვიუში ნახავდით გუშინ რომ მე ვაცნობეო შეერთებულ შტატებს რომ რუსეთმა დაკარგა ინიციატივა ფრონტზე და ეს დაუყოვნებლივ ვაცნობეო შეერთებულ შტატებს ეს გასული წლის დეკემბერში მოხდა როგორც ზელენსკი აღწერს ამას და ეს ძალიან ცხადი იყო თუ ჩვენ ნახეთ თავიდან საუბარი რუსულ კარტებზე და როგორი კოზირები აქვს რუსეთს ამ ომში დღეს შეტრიალდა აბსოლუტურად ეს ვითარება და 9 მაისს პუტინს დასჭირდა შეერთებულ შტატებში დარეკვა იმისთვის რომ 9 მაისს იქ რაღაცა აღლუმის ტიპის ნაწილი ჩაეტარებინათ და ზელენსკის ბრძანებაც რომელშიც ის ამბობდა რომ ნებას რთავს რომ 9 მაისს გაიმართოს იქ აღლუმი და ამოიღებენ ამ ესე იგი წითელ მოედანს სამიზნეების ჩამონათვალიდან იყო ძალიან ცხადი სურათი იმისა როგორ შეიცვალა რამდენიმე წლის თავზე ვითარება ამ ომში. აი ეს მინდა რომ შეგაფასებინოთ საბოლოო ჯამში პუტინმა რაც არ უნდა გაწელოს დრო, მას შეუძლია ამ ომის მოგება? პუტინმა ეს დრო რომ გაწელოს, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი მოკვდება ფრონტის ხაზზე. ფრონტის ხაზი იმდენად გამჭირვალეა დღეს, ეს არაერთხელ მithქვამს, რომ ძალიან რთულია გადაადგილება, წინსვლაზე არ არის აქ ლაპარაკი, გადაადგილებაც კი ნებისმიერი მოსიარულე სამიზნე, ან ნებისმიერი, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი ფიქსირდება სადაზვერო დრონებით და შესაბამისი პასუხი მოფრინავს საჰაერო სისტემებიდან, ისე რომ იმის საშუალება, წინ წაწევის საშუალება აღარ აქვს ტექნოლოგიურად იმდენად განვითარდა ყველაფერი, რომ წინ წამოწევის საშუალება აღარ აქვს რუსეთს და უბრალოდ აკლავს თავის ჯარისკაცებს, ახარჯინებს უკრაინას დრონებს. პირდაპირ გეტყვით, რაც ხდება, უბრალოდ ცდილობენ საკუთარი ჯარისკაცების ხარჯზე უკრაინამ დახარჯოს მეტი დრონი და შესაბამისად მეტი ფინანსები ამ ომში. მეც არაფერს არ აკეთებენ. ინიციატივა ნამდვილად უკრაინის ხელშია უკვე და ჩვენც თუ ვერ ვდგავთ ნაბიჯს უბრალოდ იმიტომ რომ შემტევითი იარაღი არ გვაქვს, რუსეთიც ვერ ვდგავს ამ ნაბიჯს, უზარმაზარი იმპერია, რომელსაც უზარმაზარი დაფინანსება აქვს და თუნდაც აი ეს შეიარაღება, რაც გუშინ უკრაინას ესროლეს. უკრაინა კიდე ამ შემთხვევაში ვითარდება 50%-ზე მეტი დრონების უკვე წარმოდება უკრაინის ტერიტორიაზე და უფრო მეტი გაიზრდება ეს რიცხვი და რაც უფრო მაღალი იქნება ეს რიცხვი, მით უფრო
დიდი ზიანი ექნება რუსეთის ჯარს.